ანთროპოსოფიურად შემეცნებული ზეგრძნობადი ადამიანი. 5 ლექცია წაკითხული ხააგაში 1923 წელი, მესამე ლექცია. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, წინა ლექციაში ჩვენ ვილაპარაკეთ ზეგრძნობად სამყაროში ადამიანის ცხოვრებაზე გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე. დღეს ჩვენ კიდევ უფრო წინ წავალთ და თანდათან მიმოხილვის კვალდაკვალ ჩვენს წინაშე წარმოჩინდება სრული და შინაგანად ჰარმონიული სურათი. ჩვენ დავინახეთ, რომ ადამიანის არსება, როდესაც იგი გაივლის სიკვდილის კარიბჭეს და შედის ზეგრძნობად სამყაროში, იმაგინაციურ ხედვას წარმოუდგება როგორც სულიერი ფორმა. თქვენ, რა თქმა უნდა, გესმით, რომ სულიერის შეგრძნება სავსებით განსხვავდება გრძნობად სამყაროში რაიმე ობიექტის შეგრძნებისგან. ამიტომ მათ, ვინც დაჯილდოებული არიან სულიერი ხედვის უნარით, შეუძლიათ თქვან, დიახ, მე ვხედავ მოვლენას, მაგრამ ვერაფერს ვიტყვი მის მასშტაბზე. სულიერი სამყაროს მოვლენები არ წარმოადგენს სივრცობრივს. არ წარმოადგენს სივრცობრივს იმ გაგებით, რა გაგებითაც მატერიალური ობიექტები წარმოუდგება ჩვენს ბზერას. თუმცა მათი აღწერა ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ისე, როგორც საერთოდ აღვწერთ ხილულ საგნებს. ანუ როგორც ხილული საგნები ევლინება ჩვენს ფიზიკურ თვალს ან სხვა გრძნობად აღქმებს. სიკვდილის კარიბჭის გავლის შემდეგ ადამიანის თავის სულიერი ფორმა თანდათან ქრება. მეორე მხრივ, მისი ფორმის დანარჩენი ნაწილი გარდისახება ფიზიონომიურად, ფიზიონომიად, რომელიც გამოხატავს მაგალითად, რამდენად კეთილი თუ ბოროტი, რამდენად ბრძენი თუ უმეცარი იყო ადამიანი დედამიწაზე. ეს თვისებები შესაძლოა დაფარული იყოს მატერიალურ სამყაროში და უკანასკნელი ნაძირალაც კი სავსებით უცოდველი სახით მიმოდიოდეს. მაგრამ როდესაც სიკვდილის კარიბჭე გავლილია, იგი ვეღარსად დაიმალება და ამას აკეთებს არა სახე, რადგანაც სახე სრულიად ქრება, არამედ ადამიანური არსების მთელი დანარჩენი ფორმა, რომელიც სულ უფრო და უფრო ფიზიონომიური ხდება და რომელიც სავსებით გამორიცხავს რაიმეს დამალვის შესაძლებლობას. უნდა გვახსოვდეს, რომ სულიერ სამყაროში გადასვლისთანავე ადამიანის სამყაროსადმი მიმართება ფუძის ფუძამდე იცვლება. აზროვნების უნარი, განსაკუთრებით კი აბსტრაქტული აზროვნების უნარი, რასაც ადამიანი ასე ძალუმად ეშურება დედამიწაზე, სულიერ სამყაროში არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენს. ასევე უფასურია სულიერ სამყაროში ყველა ის უნარი და შესაძლებლობა, რომელთა ინსტრუმენტსაც თავი წარმოადგენს. აქ, უпростоრად იქ, ისინი ყოვლად გამოუსადეგარია. ჩვენ უკან უნდა ჩამოვიტოვოთ აზროვნება, რომლითაც ასე ვამაყობთ და რომლის მეშვეობითაც ვშლით და ვავითარებთ აზრებს მატერიალურ სამყაროს ფენომენებზე. ფილოსოფოსები მხოლოდ დედამიწაზე არსებობენ. აბსტრაქტულ აზროვნებაზე ბაზირებული ფილოსოფია უკან უნდა იქნას ჩამოტოვებული. რაც მეტად ვღრმავდებით სულიერში, ზე სამყაროთა წიაღ ცხოვრებისას, მით უფრო ხილული და ასე ვთქვათ ხელშესახები ხდება ჩვენი სამშვინველის ცხოვრება. აზრი, რომელსაც ობიექტი ატარებს თავის თავში, მისი შეგრძნების აქტშივე შემოდის ჩვენში. აქ დედამიწაზე ჩვენ ვანვითარებთ აზრებს. იქ სულიერ სამყაროში აზრები თავად საგნებში საგნებისავე მიერ იხსნება. აზრები თავად მოდიან ჩვენთან და ამ აზრებს ჩვენ შეგრძნებიდან, ხედვიდან ვითავისებთ. ეს ეხება არა მარტო აზრებს. ყველაფერი, რისი გავლაც, რასთან შეხებაც უწევს ადამიანს სულიერ სამყაროში, ეს მხოლოდ შეგრძნებიდან, ხედვიდან ხდება შესაძლებელი. გრძნობიერად აღსაქმელ სამყაროში ჩვენ გვაქვს გარკვეული ფენომენები, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია აღწეროთ სულიერი სამყარო. ჩვენ ვუმზერთ ვარსკვლავებს, რასაც ჩვენი სისტემის ვარსკვლავები და პლანეტები უცხადებენ დედამიწის გრძნობად აღქმას. ეს
უბრალოდ მათი გარეგნული ასპექტია. შინაგანი არსით კი ისინი სრულიად სხვაგვარი არიან. სახელდობრ, ვარსკვლავები და პლანეტები გახლავთ სულიერ არსთა სიმრავლე. სულიერ არსთა სიმრავლე. სხვადასხვა გზით თავმოყრილი იმ წერტილებში, სადაც ზეცაზე ვარსკვლავები ჩნდებიან. და როდესაც ვარსკვლავებს ფიზიკური თვალით ვმზერთ, ის რაც რეალურად იმყოფება გარკვეულ წერტილში, არის სულიერ არსთა კოსმიური კოლონია. ფიზიკური თვალი ჩვენ უბრალოდ მიმართულებას გვაძლევს. ამ შემთხვევაში თვალი არის მიმართულების მიმანიშნებელი. ფიზიკურ მეცნიერული ვარსკვლავთ აღწერილობა თავისი არსით მეორეხარისხოვანია, რადგანაც ფიზიკურ მეცნიერებას საქმე აქვს მხოლოდ მიმართულების ნიშნულებთან. ზეციურ შორეთში დანახული ვარსკვლავი მიგვანიშნებს ფაქტზე, რომ ამ მიმართულებით სულიერ არსთა კოლონია არსებობს. პირველი სფერო, რომელშიც ადამიანი შედის გარდაცვალების შემდეგ, არის მთვარის სფერო. ანუ ადამიანი შედის იმ სულიერ არსებათა სფეროში, რომელთა ადგილსამყოფელია მთვარე. რას წარმოადგენენ ეს არსებები? ჩემს წიგნში ოკულტური მეცნიერება ნათქვამია, რომ მთვარე ყოველთვის არ იმყოფებოდა იქ, სადაც ჩვენ მას დღეს ვხედავთ. მართლაც მრავალი უცნაურობანი იჩენს თავს მთვარეზე დაკვირვებისას. საინტერესოა მაგალითად, რომ ჩვეულებრივ სახელმძღვანელოებში არსად არ არის ნახსენები დედამიწასთან მთვარის ყოველწლიური მოახლოების ფაქტი. ადამიანებმა უმრავლეს შემთხვევაში ამის შესახებ არაფერი იციან. ამ დროს კი ეს სრული სიმართლეა. მთვარე ყოველთვის როდი იყო იქ, სადაც დღეს იმყოფება? იყო დრო, როდესაც მთვარე და მისი სუბსტანცია დედამიწის წიაღში იმყოფებოდნენ. შემდეგ მთვარე გამოეყო დედამიწას და განცალკევდა კოსმოსში. ამრიგად, მთვარე სულიერ არსებათა სამკვიდრებლად მხოლოდ მიწიერი ევოლუციის პროცესში იქცა. რას წარმოადგენენ ეს სულიერი არსებები? ჩემს წიგნებსა და ლექციებში მე ხშირად მიხსენებია დიადი პირველყოფილი მასწავლებლები, რომლებიც მიწიერი ევოლუციის უშორეს წარსულში ადამიანთა შორის ცხოვრობდნენ. როდესაც ჭეშმარიტი გაგებით ვუღრმავდებით მიწიერ პირველ დროებას, ღრმა შინაგანი კრძალულებით ვივსებით იმ საუცხოო სიბრძნის მიმართ, რომელსაც ეს ზე ადამიანი მასწავლებლები გადასცემდნენ ადამიანებს და ამგვარი განცდის საფუძველია ის, რომ კაცობრიობის პირველი რასის მასწავლებლები საკუთრივ მიწიერი არსებები, მიწიერი ადამიანები არ იყვნენ. ადამიანთან შედარებით ისინი გაცილებით მაღალ საფეხურზე იდგნენ და მისტერიებში ვლინდებოდნენ არა ფიზიკურ, არამედ ეთერულ სხეულში, რომელიც მათ უმრავლესწილად დროთა განმავლობაში განიშორეს და ახლა ასტრალურ სხეულებში სუფევენ. ამ პირველყოფილმა მასწავლებლებმა მიატოვეს დედამიწა და კოსმოსში მთვარეზე გადავიდნენ. ამრიგად, ციური სხეული, რომელსაც ჩვენ მთვარეს ვუწოდებთ, კოსმოსში კაცობრიობის პირველყოფილ მასწავლებელთა კოლონიას წარმოადგენს. მათი ადგილსამყოფელი მთვარეა. უხეში აღქმისთვის მთვარის გარეგნული ასპექტი მზის სინათლის უბრალო ანარეკლია. მაგრამ შინაგანი ფაქიზი აღქმისთვის კრიალა მთვარე აურაცხელ კოსმიურ ძალთა გარე გამოხატულებაა, ხოლო მთვარიდან დედამიწაზე უკუფენილი კოსმიური ძალები დაკავშირებულია ყოველივე იმასთან, რაც ადამიანურ ბუნებაში ინსტინქტების სახით ვლინდება, ანუ რაც დღეს ადამიანს საერთო აქვს ცხოველურ ბუნებასთან. ამრიგად მთვარეზე ჩვენ ვხვდებით მაღალ სულიერ არსებებს, რომლებიც ოდესღაც კაცობრიობის პირველ მასწავლებლები იყვნენ და რომლებიც ამასთან ერთად ადამიანის ცხოველურ ბუნებასთან არის დაკავშირებული. ასეთია პირველი სფერო, რომელშიც ადამიანი შედის სიკვდილის კარიბჭეს გავლის შემდეგ. აქ მიედინება მისი პირველი განცდები. შეეცადეთ ცხადლივ წარმოიდგინოთ, როგორ შედის ადამიანი თავისი როგორც მორალური, ასევე ამორალური ფიზიონომიით მთვარის ფიზიკურ და სულიერ რადიაციაში. როგორ ხედავს იგი უწინარეს ყოვლისა საკუთარ თავს, შემდეგ კი სხვა ადამიანურ არსებებს,
ყოველ მათგანს მისი საკუთარი ფიზიონომიური იერსახით. მისი ხედვა არაფიზიკურია. თავის გარემომცველთა შესახებ იგი იგებს თავისებური უაღრესად კონკრეტული გრძნობიერი აღქმის მეშვეობით, თითქმის და შეხების დონეზე. ნება-მომეცით ეს ყველაფერი აღწერო ასეთნაირად. მთვარის სფეროში ადამიანის არსება უახლოვდება სხვა ადამიანურ არსებებს. მას აქვს თავისი ფიზიონომიური იერსახე, შინაგანად მოძრავი, ერთგვარად ელასტიური და დამღოლი. როგორც კი მიუახლოვდება სხვა არსებას, იგი უმალვე ცდილობს მიაინიჭოს იმის მსგავსი ფიზიონომიური იერი, მიინიჭოს თვითონ იმის მსგავსი ფიზიონომიური იერი, რასაც გარეავლენს ეს მეორე არსება. მაგრამ თუ კი ადამიანი მიწიერ ცხოვრებაში იყო ნამუსგარეცხილი და ახლა გარდაცვალების შემდეგ სპეტაკ ადამიანს მიახლოებული, შეცდება მიიღოს მისი ფიზიონომიური იერი, რათა შეიგრძნოს და განიცადოს ის, რასაც განიცდის ეს წმინდა ადამიანი თავის ფიზიონომიურ გამოვლინებაში, მისი მცდელობა ამაო იქნება. ყოველგვარი ძალისხმევის მიუხედავად იგი განაგრძობს საკუთარი, ანუ არამზადის ფიზიონომიის გამომზევებას, სხვაგვარად მას არ ძალუძს. აქედან შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების გარკვეულ პერიოდში ადამიანს შეუძლია იხილოს მხოლოდ ის ადამიანური არსებები, რომლებიც მორალურის თვალსაზრისით მიწიერ ცხოვრებაში მისი მსგავსი ბუნებისანი იყვნენ. ყოველგვარი ძალისხმევის მიუხედავად იგი განაგრძნობს საკუთარი, ანუ არამზადის ფიზიონომიის გამომზევებას, სხვაგვარად მას არ ძალუძს. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების გარკვეულ პერიოდში ადამიანს შეუძლია იხილოს მხოლოდ ის ადამიანური არსებები, რომლებიც მორალურის თვალსაზრისით მიწიერ ცხოვრებაში მისი მსგავსი ბუნებისა იყვნენ. ეს არის პირველი შთაბეჭდილება, რასაც ადამიანი განიცდის. პირველი იმ მსგავს სხვა შთაბეჭდილებებთაგან, რომლებიც იმავდროულად მის მიმართ გამოტანილი განაჩენებია. რამე თუ ადამიანი ამ გამოცდას მართლაც ისე შეიგრძნობს, როგორც მკაცრ განაჩენს. მას მუდმივად ახლავს ასეთი განცდა: მეც ისეთი ვარ, როგორიც ისინი. მე მხოლოდ ჩემს თანაგვარ ადამიანებთან შემიძლია ურთიერთობა. ეს ნამდვილად ასეა. ადამიანი ვერ ხედავს მათ, ვინც განსხვავდება მისგან. მას უბრალოდ არ ძალუძს მათი ხილვა. ამ დროს საგანგებო ძალები, რომლებიც მთვარის გარემოცვაში სუფევენ, ანგელოზებს ადამიანებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. ანგელოზები თავიანთი საუცხოო ფორმით ახლოსაც ვერ მიდიან ადამიანურ არსებებთან. რამე თუ მთვარი არის ციური სხეული, რომელიც თავისი თავიდან განიშორა დედამიწამ, ერთგვარად გადაისროლა კოსმოსში. მართალია, როგორც მოგახსენეთ, მთვარესთან ერთად დედამიწიდან გავიდნენ ბრძენი და წმინდა მასწავლებლები, მაგრამ იქ მათ სიახლოვეს ასევე არიმანული არსებებიც იმყოფებიან. არიმანული ფორმები იქ ხილულია. და როდესაც ადამიანის არსება ხედავს იმ ადამიანურ არსებებს, რომელთა ფიზიონომიური იერით სიკეთის საწინააღმდეგოს გამოხატავს, მას ეუფლება სასოწარკვეთა, რადგანაც იგი ამ დროს ხედავს თავის მსგავსებას არიმანულ ფორმებთან, რომლებიც ამ სფეროში ავლენენ თავს. ანგელოზები მისი მზერისთვის მიუწვდომია. მათ აქვთ ისეთი ფორმა, რომელთანაც მიახლოება მისთვის შეუძლებელია. იგი ხედავს სხვა ადამიანურ არსებებს, გამოვლენილს, ბოროტების სხვადასხვა ფორმით და ხედავს მათ მსგავსებას არიმანულ ფორმებთან. შენ თავად გავხარ არიმანულ ფორმას. ასე გამოიხატება მთვარის სფეროში მიღებული მეორე შთაბეჭდილება. და ადამიანი კვლავ განიცდის მკაცრ განაჩენს გამოტანილს გარდაცვალების შემდეგ. მესამე გამოცდა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომელიც მუდამ თანსდევს ადამიანის არსებას. როგორც ითქვა, პირველ სფეროში, რომელიც ადამიანმა უნდა განვლოს, ცხოვრობენ ადრინდელი კაცობრიობის ბრძენი და წმინდა მასწავლებლები. და აი ადამიანი გრძნობს
მან არ შეიძლება ეს არ იგრძნოს. გრძნობს, რომ არსებობს იდუმალი კავშირი არიმანულ არსებებს, რომლებთანაც იგი ზემოაღწერილის ანალოგიურ კონტაქტში შედის. არიმანულ არსებებს და ადამიანების ამ პირველყოფილ მასწავლებლებს შორის. ადამიანური გადასახედიდან სავსებით გასაგებია, რომ ადამიანი იმ საგნებზე, რომლებზეც მე ვსაუბრობ, იმსჯელებს ესპანეთის ცნობილი მეფის პოზიციიდან, რომელმაც, როდესაც მას ერთხელ აჩვენეს ვარსკვლავ ზეცის რუკა, ვარსკვლავების მოძრაობით და მთელი მზის სისტემით, განაცხადა, რომ ღმერთს მისთვის რომ შეეთავაზებინა სამყაროს შექმნა, იგი სამყაროს ბევრად უფრო მარტივს შექმნიდა, რადგანაც ის, რაც მან რუკაზე იხილა, მეტისმეტად რთულია. რაღა გასაკვირია, რომ ადამიანთა უმრავლესობა სწორედ ამასვე ფიქრობს და ყოველთვის ცდილობს რითიმე გამოასწოროს, რაიმე შეცვალოს სამყაროს ღვთაებრივ გეგმაში. ადამიანებს საკუთარი გამჭრიახობის უსაზღვრო რწმენა აქვთ. ფილოსოფოსი, რომელმაც თქვა, მომეცით მასალა და მე შევქმნი სამყაროს. ეს ფილოსოფოსი გახლავთ კანტი. კიდევ კარგი, რომ მას ეს მასალა არ მიეცა, თორემ ის ნამდვილად რაღაც საშინელს შექმნიდა. ამიტომ, როდესაც ადამიანებს რაღაც ესმით არიმანულ არსებებზე, მათ ვერა და ვერ გაუგიათ, საიდან შერჩათ ან რატომ აქამდე არ დაკარგეს ამ არსებებმა დედამიწის სულებზე გამარჯვების იმედი. ადამიანურ არსებებს კარგად ესმით, რომ არიმანული არსებები ვერ მოიპოვებენ საბოლოო გამარჯვებას, მაგრამ ეს არ იცის არიმანმა. იგი დაუცხრომლად იბრძვის გამარჯვებისთვის. და ამ ბრძოლიდან აღმოცენდება უცნაური და მართლაც განსაცვიფრებელი კავშირი მთვარის სფეროს კუთვნილ, მთვარის ბინადარ არიმანულ არსებებსა და კაცობრიობის ზემოხსენებულ ბრძენ პირველყოფილ მასწავლებლებს შორის. ნება მომეცით ეს ყველაფერი ასეთნაირად ჩამოვაყალიბო. არიმანული არსებები გამუდმებით ცდილობენ თავისი ბნელი ხერხებით, პირმოთნეობით, როგორმე აცდუნონ და თავის მხარეს გადაიბირონ ეს პირველყოფილი მასწავლებლები. მაინც რა სურთ ამ არიმანულ არსებებს? მათი სურვილია მყარად შეაკავონ დედამიწა მისი განვითარების გარკვეულ სტადიაზე და ხელი შეუშალონ შემდგომ პროგრესს. სწორედ არიმანია გამუდმებით რომ ყიჟინებს, ადამიანური არსებების ევოლუციამ მიაღწია გარკვეულ წერტილს, ახლად როა შეჩერდეს. ადამიანები წინ აღარ უნდა წავიდნენ. ჩემი გადაწყვეტილებაა გავახევო ადამიანები ამ პუნქტში და მათ არა როგორც პროგრესულ ევოლუციაში ჩართულებმა, არამედ როგორც გახევებულმა, გაქვავებულმა არსებებმა განაგრძონ თავიანთი შემდგომი მოგზაურობა კოსმოსში. აი ამას უჩურჩულებენ ადამიანებს ყოველ ღამე არიმანული არსებები. და იგივე სურვილი ამოძრავებთ არიმანულ არსებებს თვით დედამიწის მიმართებითაც. მათ სურთ შეაჩერონ და ჩატოვონ იგი ევოლუციის მოცემულ სტადიაში. ახლა კი ადამიანის უდიდეს პირველყოფილ მასწავლებლებზეც დავფიქრდეთ. ეს მათ დატოვეს დედამიწაზე ის, რაც ჩვენთვის ცნობილია. ცნობილია როგორც უძველესი, დასაბამიერი სიბრძნე. წარსულის სიბრძნე თაოთა განმავლობაში დაიბინდა და მისი გაგება შეუძლებელია. თავის დროზე ძველ მისტერიალურ ტაძრებში ამ სიბრძნეს ადამიანებს ასწავლიდნენ, მაგრამ ეს ასე ვერ გაგრძელდებოდა. ადამიანებს ამ სიბრძნის სწავლება რომ განეგრძოთ, ისინი წინ ვერ წავიდოდნენ და უწინარეს ყოვლისა ისინი ვერ მიაღწევდნენ თავისუფალ ნებას. ეს სიბრძნე მისი ბუნებიდან გამომდინარე განსაზღვრული იყო მხოლოდ ადამიანური ინსტინქტების და არა ნათელი თვით შემეცნებელი განჯისთვის. ამრიგად გარკვეულ მომენტში ისევ და ისევ კაცობრიობის საკეთილდღეო უდიდესი მასწავლებლები უნდა გაშორებოდნენ ადამიანებს. მათ რომ არასდროს ეცხოვრათ დედამიწაზე, ადამიანი ევოლუციის დასაბამიერი იმპულსის გარეშე დარჩებოდა. მაგრამ იმის შემდგომ, რაც ამ მასწავლებლებმა გასცეს ეს იმპულსი, რომელიც ადამიანს დაეხმარა და შესაძლებლობა მისცა დამოუკიდებლად განეგრძო თავისი ევოლუცია, მათ მიატოვეს დედამიწა და მთვარეზე დაარსებულ კოლონიაში გადაინაცვლეს.
სანამ ეს პირველყოფილი მასწავლებლები დედამიწაზე ცხოვრობდნენ, არიმანული არსებები ძალღონეს არიშურებდნენ, რათა ეს ინსტინქტური სიბრძნე როგორმე შეეკავებინათ არსებულ დონეზე. ახლა კი, როდესაც ადამიანი გაივლის სიკვდილის კარიბჭეს და შედის მთვარის სფეროში, ამ არიმანულ არსებებს ჯერათ, რომ რაღაცას მოახერხებენ და ამიტომაც კვლავ და კვლავ თავიდან ცდილობენ, როგორმე დაარწმუნონ პირველყოფილი მასწავლებლები გარდაცვლილ ადამიანთან მიახლოების საჭიროებაში. მაგრამ ისინი ვერ აღწევენ მიზანს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადამიანური არსება ბოროტების ფიზიონომიას ავლენს. არიმანული არსებები განაგრძნობენ ადამიანურ არსებებთან მიახლოებას მთვარის სფეროში და პირველყოფილ სიბრძნეზე მითითებით აცდუნებენ მათ. ეს ოდესღაც თქვენ გეკუთვნოდათ, ამბობენ ისინი. აი ამგვარ მესამე გამოცდას გადიან ბოროტების დამღით ნიშნული ადამიანური არსებები. არიმანული არსებები მათ ელაპარაკებიან კაცობრიობის პირველყოფილ მასწავლებლებზე. მაგრამ ამ ადამიანებს მათი ბუნებიდან გამომდინარე ხსენებული მასწავლებლების ხილვა არ ძალუძთ. ისინი ცარიელ სივრცეში იყურებიან. ეს გამოცდა ღრმა და ხანგრძლივ კვალს ტოვებს ადამიანში. იგი კიდევ ერთხელ გრძნობს, რომ დასჯილია. გულზე ლოდი აწევს, ლოდა დაწევს აზრი. ასეთი აზრი, ისინი, ვისგანაც კაცობრიობა მიიღო პირველი იმპულსი, დაკარგულია ჩემთვის. დაფარულია ჩემთა თვალთაგან. მე არ ძალმიცვიხილო ისინი, მე ვარ გაკიცხული და განკვეთილი. უძლიერესი და უმძლავრესია გამოცდა, რომელიც წინ ხვდება იმ ადამიანურ არსებებს, ვისი ფიზიონომიური იერით სიკეთეზე არ მეტყველებს. ასეთია სამი შთაბეჭდილება, რომელიც გარდულად მოივლის და უпроსტორად მოელის ადამიანს, რომლის ფიზიონომიური იერიც ბოროტების ნიშნით აღიბეჭდება იმ სამყაროში. სიკვდილის კარიბჭის მიღმა რომ ძევს. ჩვენ კი მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ არც ერთი ადამიანი არ არის სავსებით კეთილი. ყველაზე საუკეთესო ადამიანშიც არის უარყოფითის მნიშვნელოვანი წილი. ამიტომ ადამიანურ არსებათა დიდ უმრავლესობას თუნდაც ნაწილობრივ, მაგრამ მაინც უწევს ზემოაღწერილი გამოცდის გავლა. ამრიგად, რაც მეტად ძალუძს ადამიანს სიკეთის ფიზიონომიური იერის გამოვლინება გარდაცვალების შემდეგ, მით მეტად უადვილდება მას მათი დანახვა, ვისაც იგი თავისი დადებითი თვისებებით გავს. თუმცა ამის მიუხედავად მას მაინც მოუწევს არიმანულ არსებებთან პასუხისგება. თანდათან ადამიანი იშორებს არიმანული არსებების ზემოქმედებას. ამის კვალდაკვალ მისთვის გასაგები ხდება ანგელოზთა არსი, რომლებიც ნელ-ნელა შემოდიან იმ სფეროში, სადაც ის ცხოვრობს. ეს ადამიანს შესაძლებლობას აძლევს განაჯეროს თავისი არსება ძალებით, უწინარეს ყოვლისა ნებელობის ძალებით, რამდენადაც ადამიანი გარდაცვალების შემდეგ ფლობს არა აზრს და ფიქრს, არამედ ნებელობის ხარისხს. ნებელობა თავად ხდება შემეცნება, ადამიანის ცხოვრების მთელი სამყარო. მან უნდა ჩამოაყალიბოს თავისი იერი იმის შესაბამისად, თუ ვისი ნახვა სცადია. მან უნდა ჩამოაყალიბოს თავისი იერი იმის შესაბამისად, თუ ვისი ნახვა სცადია. ესე იგი, მას უნდა ინდომოს. იგი უნდა გახდეს იმის მსგავსი, რისი შემეცნებაც სურს. ამიტომ ყველაზე ძლიერად ნებელობა ვითარდება მაშინ, როდესაც ადამიანი სიკვდილის კარიბჭეს გადის და ნებელობაზე მუშაობს სიკეთის ან ბოროტებისთვის. აქ მიღებულ შთაბეჭდილებებზე მე უკვე მოგახსენეთ მთვარის სფეროსთან კავშირში. შემდეგი სფერო, რომელშიც შედის ადამიანის არსება, არის მერკურის სფერო. ამ დროისთვის და ხშირად უდიდესი ტანჯვების ფასად ადამიანი ახერხებს თავისი ფიზიონომიური იერის მიმარჯვებას ზეგრძნობადი სამყაროს ძალებთან. ეს ხდება მას შემდეგ, რაც იგი იშორებს ბოროტების ფიზიონომიურ იერს და თანდათან ანგელოზების, მთავარანგელოზების და არქების მსგავს იერს იღებს. ეს პროცესი ძირითადად ხანგრძლივია.
მაგრამ საბოლოო ჯამში ადამიანი იმკვიდრებს მერკურის სფეროში. ეს არის მესამე იერარქიის არსებათა სამეუფო. ადამიანმა უნდა იცხოვროს მათ გარემოცვაში და განიცადოს ის, რაც მე უკვე აღვწერე. ეს ის სფეროა, რომელშიც ადამიანი თანდათან ანვითარებს იმის გაგებას, რაც აქამდე მისთვის იყო მეტნაკლებად უბრალო აღქმა. თუმცა კი მნიშვნელოვნად ზემოქმედი მისი ნებიელობის სფეროზე. ყოველივე ის, რაც ადამიანის მიერ იქნა აღქმული და გაგებული, მერკურის სფეროში ადამიანის შიგნით, მის შინაგანში იწყებს გამოვლენას. ესე იგი, რაც ჩვენს მიერ იქნა აღქმული და გაგებული, სწორედ მერკურის სფეროში იწყებს შინაგანში გამოვლენას. ჩვენს დროში ადამიანის ცხოვრება ისეთია, რომ მსგავს საგნებში იმაგინაციური აღქმით ჩაღრმავების მოწადინეთ ტრაგიკული განცდები ეუფლებათ. რადგანაც ის მდგომარეობა, რომელშიც გარდაცვლილთა სამშვენველები იმყოფებიან მერკურის სფეროში, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, მატერიალისტები იყვნენ ისინი დედამიწაზე და თავის აზრებს და ქმედებებში გაურბობდნენ ყოველივე იმას, რაც ზეგრძნობადი ბუნებისაა, თუ ზეგრძნობადის გაგების და მისკენ ტოლვის სურვილი გააჩნდათ. ადამიანი, რომელიც მიწიერ ცხოვრებაში უარყოფდა იმას, რაც მატერიალურის ფარგლებს სცილდება, მერკურის არსებებს შედარებით ნაკლები გაგებით ხვდება. იგივე სურათია შემდეგ სფეროშიც, სადაც ადამიანი კვლავ ანგელოზების, მთავარანგელოზების და არქების გარემოცვაში ცხოვრობს. მესამე იერარქიის არსებები არა. მაგრამ ეს არსებები აქ უკვე განვითარების რამდენადმე უფრო მაღალ საფეხურს ფლობენ. თუ კი მიწიერ ცხოვრებაში ადამიანი იყო პირწავარდნილი მატერიალისტი, იგი საერთოდ ვერ გაუგებს ვენერას სფეროს არსებებს. იქ მასზე გადმოიღვრება კოსმიური სიყვარულის ძალები. და თუ კი მან დედამიწაზე არ შეიძინა სიყვარულის ძალები, ის სფეროები, რომლებშიც ახლა მოუწევს ყოფნა, მას მეტად უცხო და უცნაური მოეჩვენება. ვენერაზე ადამიანს, თუ კი მას დედამიწაზე სიყვარულის უნარი გააჩნდა, კოსმიური სიყვარულის ძალები მსჭვალავს. მაგრამ თუ კი იგი დედამიწაზე ცნობიერად თუ არაცნობიერად გულით სიძულვილს ატარებდა, ეს ძალები ვენერას სფეროში მის შიგნით მრისხანების ძალებად გარდაიქმნება. ასეთია ვენერას სფეროში ადამიანის ყოფიერების საიდუმლო. ვინც დედამიწიდან გაიტანს სიძულვილის ძალების ნარჩენებს, რაც ფაქტიურად ერთგვარად გარდასახული სიყვარულის ძალებია, მასში მისი ნებელობიდან გამომდინარე მრისხანების და გააფთრების ძალები ამოხეთქავს. ადამიანი ხედავს თავის თავს გამოვლენაში, რომელიც მას ათქმევინებს. ბრჭყალებში ეს უნდა იქნას დაოკებული, დამორჩილებული და კოსმოსთან ჰარმონიზირებული. ბრჭყალები დაიხურა. უნდა ითქვას, რომ აღზრდის თვალსაზრისით ნებელობას, ძირითადად ვენერაზე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ეს ის ნებელობაა, რომელიც ადამიანის მეტაბოლურ სისტემაში და კიდურებში სხეულის ქვედა ნაწილში განთავსებული გარდაცვალების შემდეგ ადამიანის ფიზიონომიურიერსახედ გადაიქცევა. მაშა სადამე სწორედ ნებელობა გამოხატავს თავის თავს ამ ფიზიონომიაში. მთელი ამ დროის მანძილზე ადამიანი ემგვანება რა თანდათან არსებებს, რომლებიც სულიერ კოსმოსში იმყოფებიან, ნაბიჯ-ნაბიჯ მზის სფეროში შედის. მზის სფეროს ძალები ძირითადად მუშაობენ იმაზე, რაც თავის მიწიერ ანასახში გრძნობადობას იძლევა. ის, რასაც გვიმჟღავნებს მზე, როდესაც მისკენ მივმართავთ ჩვენს ფიზიკურ მზერას, მხოლოდ მისი ფიზიკური ასპექტია. თავის შინაგან ასპექტში მზე არის სულიერ არსებათა თავშეყრის უდიდესი კოსმიური ადგილი. აქ ერთმანეთს ხვდებიან სახელდობრ ის არსებები, რომლებიც დედამიწის და მიწიერი ადამიანების ბედებს წარმართავენ. მზე უწინარეს ყოვლისა არის მეორე იერარქიის, ანუ უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი, აი ამ
არსებათა კოლონია. ესე იგი, მეორე იერარქია უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი. მესამე იერარქია ხო გვახსოვს ანგელოზები, მთავარანგელოზები და არქები. ესე იგი, მზეზე მეორე იერარქიის არსებები, უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი, აი ამ არსებათა კოლონია. მზის სფეროში შემოსვლამდე ადამიანი ცხოვრობს იმ არსებათა შორის, ვისთანაც თავისი ბედითაა დაკავშირებული. აქ კი მას სხვა არსებებიც უახლოვდებიან. მისი ნაცნობობის წრე, თუ შეიძლება ასე ითქვას, თანდათან უფრო და უფრო ფართოვდება. ეს ხდება მზის სფეროში. აქ ადამიანი ახალი და განსაკუთრებულად ცოცხალი შთაბეჭდილებებით ივსება. ადამიანმა უკან მოიტოვა დედამიწა, მაგრამ იგი კვლავ უკან უნდა დაბრუნდეს. მზის სფეროში, როგორც არაერთგზის მithქვამს, უნდა მოხდეს ადამიანის სახესხვაობა. შემდგომი მიწიერი ცხოვრებისთვის ზადების მიზნით აქ მუშავდება უდიდესი ცვლილება. სახელდობრ, ადამიანის ქვედა არსება ზედა არსებად გადაიქცევა. ფეხები გადაიქცევა ქვედა ყბის სულიერ ფორმად. ხელები ზედა ყბის სულიერ ფორმად და ასე შემდეგ. ეს საუცხო მუშაობა მიმდინარეობს სულიერ სამყაროში და ამასთან შედარებით დედამიწაზე ნებისმიერ სფეროში შესრულებული ნებისმიერი სამუშაო სრულიად უმნიშვნელოა. ჭეშმარიტად დიდებულია ეს სამუშაო, შესრულებული სულიერ სამყაროში თავად ადამიანისავე მიერ, უმაღლეს სულიერ არსებებთან თანამშრომლობით. აქ მზის სფეროში ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით მუშავდება ადამიანური არსების საიდუმლო, მაგრამ აქაც ახალი გამოცდა გველის. თუ კი მიწიერ ცხოვრებაში სული და სამშვინველი ჯამრთელი გვაქვს, ვალდებული ვართ ვიცოდეთ, რომ არსებობს სხვა სამყარო, სულიერი სამყარო, თუნდაც არ ძალგვიძდეს ზუსტი ცოდნით მისი წდომა. ჩვენ უპირობოდ ვაღიარებთ სულიერი სამყაროს არსებობას. ჩვენ ვამბობთ, რომ მატერიალური სამყაროს გარდა არსებობს ზეგრძნობადი სამყარო. ასე ხდება მიწიერ ცხოვრებაში. მაგრამ მზის სფეროში მოგზაურობისას გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე ხდება შეხედულებათა გადაფასება, გადანაცვლება. მზეზე არსებობის პერიოდში ადამიანს ეუფლება განცდა, რომელიც მას შთააგონებს ასეთნაირად ილაპარაკოს სულიერ სამყაროზე. ორი წერტილი. იმქვეყნიური სამყარო დედამიწა. ეს არის უაღრესად ინტენსიური ცოცხალი განცდა. და არა იმდენად ადამიანის საკუთარი ბედის, რამდენადაც ზოგადად მთელი მიწიერი არსებობისთვის ნიშანდობლივი ხასიათის განცდა. და აქ არის ერთი დეტალი, რომელიც ჩვენ უნდა შევნიშნოთ და თავად გამოვცადოთ. თანამედროვე ადამიანებმა საეჭვო ამ მიმართებით წარმატებას მიაღწიონ, მაგრამ თქვენ მაინც უნდა შეეცადოთ. როდესაც ისტორიას კითხულობთ და გარდასული საუკუნეების განცდას ეძლევით, ამ დროს ხდება საინტერესო რამ. ამჟამად 1923 წელია. თქვენ უკან ბრუნდებით ისტორიაში, გაივლით მსოფლიო ომს, გაივლით კიდევ უფრო ადრინდელ მოვლენებს და საბოლოოდ ჭერდებით ვთქვათ 1550 წლების შუაში. აქ ანაზდათ გვეუფლება გრძნობა, რომ ყველაფერი იცით იმ მოვლენებზე, რომლებიც რამდენიმე საუკუნის წინ გათამაშდა. თქვენ ამბობთ, ეჭვგარეშეა, რომ მე ამ მოვლენების მონაწილე ვიყავი. ზედაპირული ადამიანი უმალ დაასკვნის, რომ ეს იყო მისი წინა მიწიერი განსხეულების პერიოდი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს არასწორია. წესისამებრ ეს გარდაცვალებასა და დაბადებას შორის ცხოვრების ის მონაკვეთი გახლავთ, როდესაც თქვენ მზის სფეროში ზედმიწევნით ცოცხლად განიცდით თქვენს კავშირს მიწიერ არსებობასთან და მიწიერი ცხოვრება წარმოგიდგებათ როგორც იმქვეყნიერი. ზუსტად ისევე, როგორც ზეგრძნობადი ცხოვრება დღეს დედამიწაზე იმქვეყნიურად მიგაჩნიათ. მოდით წამით შევყოლდეთ გარდაცვალების შემდგომი
ევოლუციის განხილვის გზაზე. ჩვენ დავინახეთ, რომ ადამიანი განეშორება რა დედამიწას, ჯერ ცხოვრობს მთვარეზე, შემდეგ მერკიურზე, შემდეგ ვენერაზე, ამის შემდეგ მზეზე. შემდგომ ევოლუციაზე მოგვიანებით ვილაპარაკებთ. ახლა კი ნათლად უნდა გავიგოთ და გავითავისოთ, რომ მთელი ეს მოვლენები და პროცესები არ წარმოადგენს სულიერი სამყაროს იზოლირებულ პროცესებს და მოვლენებს. არამედ დაკავშირებულია ფიზიკური სამყაროს ხტომილებებთან და რომ ეს კავშირი სრულიად განსაზღვრული ხასიათისაა. მთვარის ყოფიერება ერთიანად გამსჭვალულია არსებებით, რომელთა შესახებაც დღეს ვილაპარაკეთ. ადამიანური რასის პირველ ყოფილი მასწავლებლებით. შორეულ წარსულში მათ მიატოვეს დედამიწა, გადავიდნენ კოსმოსში და იქ მთვარეზე დააარსეს კოსმიური კოლონია. მაგრამ შედარებით გვიანდელ ხანაშიც ხვდებიან ადამიანური არსებები, მისტერიების ხელდასხმულები, რომლებიც ფლობენ მახვილ შინაგან მზერას და სმენას და ძალუც შეაღწიონ იმ სიბრძნეში, ოდესღაც რომ არსებობდა დედამიწაზე ამ პირველყოფილი ხელდასხმულების წყალობით. ასე მაგალითად, ძველ ინდური ცივილიზაციის პერიოდში მისტერიებში არსებობდა მთვარის ხელდასხმულთა სიბრძნის ცოცხალი ცოდნა. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რაც ასე ძალომად გვიზიდავს, გვაოცებს, აღტაცებას გვრის ძველი ინდური სიბრძნიდან ჩვენამდე მოღწეული გამოძახილი. და ეს ჯერ ყველაფერი როდია. ზემოქმედებები კვლავაც იღვრება ზემიწიერი სამყაროდან, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე. და ეს ზემოქმედებები იცვლება ყოველ მომდევნო ეპოქაში. დროთა მანძილზე მათი ძალა თანდათან კლებულობს. უფრო სწორად კი, თავად ადამიანი სულ უფრო და უფრო ნაკლებად მგრძნობიარე ხდება ამ ზემოქმედებებისადმი. მაგალითად, მერკიურის ზემოქმედება განსაკუთრებით ძლიერი იყო ძველი სპარსული ცივილიზაციის პერიოდში. მაგრამ ადამიანები უკვე ნაკლებად მგრძნობიარები იყვნენ მის მიმართ. მათი აურა მასდაოზე განაპირობა მერკიურიდან დედამიწაზე, უпростоრეთ მითი აურა მასდაოზე განაპირობა მერკიურიდან დედამიწაზე გავრცობილი ზემოქმედებების ბინდიერმა ცოდნამ. ეგვიპტურ ქალდეურ ეპოქაში უპირატესად აქტიური იყო ვენერას ზემოქმედება. იგი შეცვალა ბერძნული ეპოქის განსაცვიფრებელმა კულტურამ, რომელიც შემდეგ ლათინურში გადაიზარდა. ამ პერიოდში მზე უზარმაზარ ძალას ახმარდა, უზარმაზარი ძალით მუშაობდა დედამიწისთვის. მაგრამ ბერძნულ ლათინურ კულტურაში ადამიანი კიდევ უფრო ნაკლებად აკვირდებოდა ასეთ ზემოქმედებებს. აქ ერთობლივად მუშაობდა ორი ფაქტორი. საქმე ის გახლავთ, რომ როდესაც ადამიანი თავის გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებაში მზის სფეროში შედის, მას აქვს დაუოკებელი სურვილი შეისწავლოს დედამიწა მზიდან. ეს ერთი ფაქტორი. მეორე ფაქტორი არის ის, რომ ყველაფერი, რაც მზესთან და მის ბუნებასთან არის დაკავშირებული, უძლიერესად ზემოქმედებდა ბერძნებზე. ყველაფერი, რასაც მზის ძალები აძლევენ დედამიწას, ბერძნებისთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ათენელებს უწოდებდნენ, სპარტანელებისგან განსხვავებით, იყო უაღრესად მნიშვნელოვანი. თუმცა ზოგადად მთელ საბერძნეთში მზის სულიერი ასპექტი საუცხოდ ზემოქმედებდა ცივილიზაციის ფორმასა და განვითარებაზე. ევოლუციის მთელი ამ ფაზის განმავლობაში დედამიწაზე აღინიშნებოდა ძლიერი ლტოლვა ვარსკვლავ ზეცაში წმინდად სულიერი აღქმისადმი. ზეცის მატერიალური ასპექტის აღქმა ფაქტიურად არც არსებობდა ჩვენს მეხუთე პოსტ-ატლანტიდურ ეპოქამდე, რომელიც, როგორც ვიცით, სულ რამდენიმე საუკუნეს ითვლის. მატერიალისტური ზემოქმედებების აქტიურობის ფაქტი ჩვენს დროში იმის ნიშანია, რომ ჩვენ უკვე გამოვედით მზის სფეროდან, რომელთანაც მიწიერ ცხოვრებაშიც გვაკავშირებდა ის გრძნობები მზის ყოფიერებაში, რომ ჰქონდა განცდილი გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის.
დღეს ჩვენ ბევრად უფრო მგრძნობიარენი ვართ იმისადმი, რაც ამის შემდეგ ხდება. მზეზე გატარებული დროის შემდეგ ადამიანი მარსის სფეროში გადადის. დღეს ადამიანზე მომუშავე ძლიერი კოსმიური ზემოქმედება გახლავთ ის იმპულსი, რომელიც მარსის ოფიერებიდან მოდის. მარსის ამ ზემოქმედებას ჩვენ ვეცნობით გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის, როდესაც არსებობის შუაღამის ჟამი გასულია და კვლავ უახლოვდებით დედამიწას. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ მზის არსებებთან დაკავშირებული ზემოქმედება წყვეტს ადამიანზე მუშაობას. წყვეტს ადამიანზე მუშაობას მას მერე, რაც იგი მარსის სფეროში გადადის. მზე თავის მოღვაწეობის სფეროს არსებობის ყველა შემდგომ პლანეტარულ ფაზაში განავრცობს. მზის ზემოქმედებები მუდმივია, მაგრამ მარსზე მიღებული განცდები არსებით ფაქტორს შეადგენს ყველა მიწიერ ხდომილებაში. მარსის სფეროში ადამიანური არსების მოგზაურობაზე მოგვიანებით ვილაპარაკებ. ახლა კი მოდით ის, რაც ჩვენ ესესაა ვთქვით სულიერ სამყაროზე, დავაკავშიროთ იმასთან, რაც სწორედ ჩვენს მეხუთე პოსტ-ატლანტიდურ ეპოქაში იჩენს თავს. დღეს ჩვენ თანდათან ვიწყებთ იმის გაგებას, თუ რას ნიშნავს კოსმიური ბრძოლა. ჩვენ შეგვიძლია შევიგრძნოთ მისი არსებობა. ბევრი ჩვენგანი ვერ ერკვევა მის იდუმალებებში, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ კოსმიურ არსებებში დღეს წარმოებს ომი, კეთილი და ბოროტი სულების ყველა სახეობას შორის. და აქ მზის არსებობა იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ჩვენი ეპოქისთვის, ჩვენს დროში სულიერი წვდომის შედეგების თვალსაზრისით რაიმე წარმატების მიღწევა მატერიალური მეცნიერების მიღწევებისგან განსხვავებით უკიდურესად ძნელია. ადამიანებს ეამაყებათ, რომ ფიზიკოსებმა გამოიკვლიეს მზე. მზეს აღწერენ მეცნიერულ შრომებში, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მზის ჭეშმარიტი წვდომის სტიმული მოგვცეს, ეს აღწერილობები რეალურად ემსახურება მხოლოდ იმას, რომ სწორ გზას აგვაცდინოს. როგორია მზის ჭეშმარიტი ზემოქმედება დედამიწაზე ჩვენს დროში? მე მიგითითებთ მისი მოღვაწეობის მხოლოდ ერთ მიმართულებაზე. თქვენ შეგიძლიათ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ მე ვეშვები მატერიალისტური სინამდვილის უღრმეს წიაღში, უცნაურ კონტრასტში იმ სულიერ მოვლენებთან, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მაგრამ ის, რისი თქმაც მსურს, ჩვენი მეცადინეობის შემდგომი პროგრესისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. თქვენ უდავოდ გსმენიათ მზის ლაქების ფენომენის შესახებ, გარკვეული რეგულარობით, რომ იჩენს თავს. მზეზე შემჩნეულია მუქი ლაქები. ეს ლაქები და მათი მნიშვნელობა დაუსრულებელი კამათის საგნად იქცა მატერიალისტურ მეცნიერებაში, მაგრამ სკრუპულოზური გამოკვლევა გვიცხადებს შემდეგს. ამ შავი ხვრელების მეშვეობით მზის შიგნით წარმოიშვება სამყაროში მზის სუბსტანციის განფრქვევის იმპულსი. ამგვარად განფრქვეული მზის სუბსტანცია ჩვენს მზის სისტემაში ჩნდება კომეტების, მეტეორების და ცდომილი ვარსკვლავების სახით. ჩვენს დროში გარკვეული არსებები, განსაკუთრებით კი ის არსებები, რომლებიც მზის შიგნიდან მართავენ სამყაროს, ამ კომეტებს, მეტეორებს და ცვენილ ვარსკვლავებს გარეთ ისვრიან. ამას ისინი ადრეც აკეთებდნენ, მაგრამ ჩვენს დროში მათმა აქტიურობამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. გემახსოვრებათ ჩემი ნათქვამი, რომ წარსულში ვარსკვლავთა სისტემაში ძირითადად წმინდა სულიერი იმპულსები მუშაობდა. დღეს ეს ის იმპულსებია, რომლებსაც შეიცავს მზიდან გამოსროლილი რკინა. მათგან ზოგიერთს ადამიანისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. ამ იმპულსებს იყენებს ის, ვისაც ჩვენ ვიცნობთ, როგორც სულიერ კოსმოსში მოღვაწე მიქაელის სულს. ამრიგად, დღეს კოსმოსში მოქმედებს იმპულსები, რომელთა ამგვარი აქტიურობა ადრინდელი ცივილიზაციის პერიოდში არ აღინიშნებოდა. ეს კოსმიური რკინა თავისი სულიერი ბუნებით მიქაელს საშუალებას აძლევს იყოს შუამავალი
ზეგრძნობაცა და მატერიალურს შორის დედამიწაზე. ასე რომ დღეს დედამიწაზე ერთი მხრივ მძვინვარებს ომის სული, რომელშიც ადამიანი შედის მაშინ, როდესაც იგი წვდება გარე გრძნობადის მიღმა არსებულს. ესე საერთოდ მარსი ომის პლანეტაა. როდესაც ადამიანი ზეგრძნობადი ხედვით გადის სულიერ სამყაროში და ნაცვლად იმისა, რომ ზერა მიმართოს თავისი ფიზიკური საქმეებისკენ, მთელ ყურადღებას აპყრობს სამყაროს უდიადეს საქმეებს, გამფესვილს მთელი ჩვენი ცივილიზაციის საფუძველში, იგი ხედავს ბრძოლას, სულიერ ბრძოლას. დიახ, ყოფიერების საბურველს მიღმა სულიერ სამყაროში წარმოებს ომი, ღვივის კონფლიქტი და იმ რკინით, რომელიც მთლიანად მისი ფიზიკური გარე გამოვლენის ჩათვლით კოსმოსში მზის სულების მიერაა გამოსროლილი, ამ რკინით იარაღდება მიქაელი თავისი მისიისთვის კოსმიურ ომში. რამე თუ მიქაელის ამოცანაა დათრგუნოს ცივილიზაციის კულისებს მიღმა მოქმედი ომის ძალები და დაეხმაროს კაცობრიობის მართებულ წინმავლობას. ერთი მხრივ ბრძოლა და ომი, მეორე მხრივ მიქაელის ძალისხმევები და მიქაელის ბრძოლა. ხო, აქ არის ესეთი პატარა ცხრილივით. მთვარე, ძველი ინდური ცივილიზაცია, მერკური, ძველი სპარსული ცივილიზაცია, ვენერა, ეგვიპტურ ქალდეული ცივილიზაცია, მზე, ბერძნულ ლათინური ცივილიზაცია და მარსი, რკინა, მეხუთე კულტურა. და ეს ყველაფერი ისევ და ისევ ადამიანური თავისუფლების ზრდასთან, ადამიანის თავისუფალ მიწიერ მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული. როგორც მიწიერ ადამიანებს, ჩვენს სისხლში გვაქვს რკინა. მართალია გრძნობა და თავისუფლების იმპულსი ჩვენს სამშვინველში რკინის გარეშეც აღმოცენდებოდა, მაგრამ ჩვენ არ გვექნებოდა სხეული, რომელიც მოქმედებაში მოიყვანდა ამ იმპულსს. ჩვენ რომ არა მარტო ძალგვით წარმოვიდგინოთ თავისუფლების იდეა. ხო, ჩვენ რომ არა მარტო ძალგვით წარმოვიდგინოთ თავისუფლების იდეა, არამედ ვგრძნობთ კიდეც საკუთარ სხეულში ძალას, ვაქციოთ იგი ამ თავისუფლების იდეის მატარებლად, ამით უნდა ვუმადლოდეთ იმ ფაქტს, რომ ჩვენს დროში ჩვენ ხელგვეწიფება გავიქოთ, როგორ იყენებს მიქაელი კოსმიურ რკინას, რომელიც ადრეც გადმოისრულებოდა მისი საჭიროებისთვის. და თავად ჩვენს, თუ კი მართებულად გავაცნობიერებთ მიქაელის იმპულსს, შევძლებთ ვისწავლოთ ჩვენ შიგნით არსებული რკინის გამოყენება სულიერი თავისუფლების იმპულსის სამსახურში. ყველა შემთხვევაში ნივთიერებას ჩვენთვის მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა, თუ კი ვცდილობთ გავიგოთ იგი როგორც სამყაროში სულიერის გამოვლინება. ჩვენს ეპოქაში ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენ სისხლში არსებული რკინის სწორად გამოყენება. რამე თუ სადაც არ უნდა იყოს რკინა, იქვეა თავისუფლების განვითარების იმპულსიც. დღეს ეს საგნები შეიძლება შემეცნებული იქნას სულის მეცნიერების მეშვეობით. ლაპარაკი არა ძველი ტრადიციების აღორძინებაზე, არამედ ამ ტრადიციების ხელახალ გახსნაზე სულის მეცნიერების გზით. თუ კი ანთროპოსოფია თანხმობაშია ძველ ცოდნასთან, ეს არ ნიშნავს, რომ ანთროპოსოფია მხოლოდ და მხოლოდ ძველის აღორძინებაა. ანთროპოსოფია იკვლევს მოვლენებს და საგნებს და მათსავე შიდა არსში შეისწავლის მათ. მათი მნიშვნელობა ახლებურად იხსნება, როდესაც ვაკვლევთ, რომ იმ უძველესი ღვთაებრივი სიბრძნეზე მოქმედებით, რომელსაც ფლობდნენ მთვარეზე გარდასული და დღეს მთვარის კოლონიის ბინადარი არსებები, ადამიანების შორეულ წარსულშიც იგივე ცოდნას ეწაფებოდნენ. დრო, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, ასევე დაკავშირებულია იმ განცდებთან, რომლებსაც ადამიანი გადის გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე. აღქმა იმისა, რაც დედამიწაზე ხდება, ყველაზე ძლიერი მზის სფეროში არსებობის პერიოდშია. თუმცა მეტნაკლებად ეს აღქმა ყოველთვის არსებობს გარდაცვალების შემდეგ. ადამიანის ზემიწიერი სფეროებიდან, სადაც იგი ცხოვრობს გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე, გამუდმებით იხედება დაბლა მიწიერ სამყაროში. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, იგი გაუუცხოვდებოდა მიწიერ სამყაროს თავისი ხანგრძლივი მოგზაურობისას გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე. ადამიანის გამოცდა ზეგრძნობად სამყაროში სხვადასხვა მხრივ შეიძლება იქნას აღწერილი.
გუშინ ჩვენ სხვაგვარად აღწერეთ იგი. დღეს ეს აღწერილი იქნა ვარსკვლავ სამყაროსთან მიმართებაში და ასევე იმ წესრიგიდან, რომელსაც გვიცხადებს მიწიერი ცივილიზაციის ეპოქალური მონაცვლეობა. თანდათან ყველა ეს აღწერილობა ერთმთლიანობად უნდა შეჯერდეს. შესაძლოა მავანს ასე ემსჯელა, კეთილი და პატიოსანი, მაგრამ რატომ არის, რომ ერთ შემთხვევაში თქვენ ერთი მიმართებით აღწერთ ადამიანის გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებას, სხვა შემთხვევაში კი სრულიად სხვა აღწერილობას გვთავაზობთ. ასეთი მსჯელობა უმართებულოა. დამეთანხმებით, რომ ადამიანი, რომელიც მოინახულებს უცხო ქალაქს ერთხელ, ორჯერ და სამჯერ, ყოველთვის სხვადასხვაგვარად აღწერს მას და შესაბამისად მისი ცოდნაც უფრო და უფრო სიღრმისეული იქნება. ამ დროს მისი აღწერილობების დეტალები ერთიან წარმოდგენად უნდა შეიკრას. ასეთნაირადვე უნდა გაერთმთლიანდეს ადამიანის ზეგრძნობად სამყაროში არსებობის ყველა აღწერილობა. მხოლოდ ასე შევიქმნით რეალურ შთაბეჭდილებას ზეგრძნობად სამყაროზე. მხოლოდ ასე გავიგებთ, რა გამოცდებს გადის იქ ადამიანი. აი, ამის განმარტება იყო ჩვენი დღევანდელი ლექციის მიზანი.